ამერიკის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი, რომელიც საქართველოს შესახებ ჯო ვილსონის ინიცირებულ შესწორებებს შეიცავს, პოლიტიკური შეფასებების თემა ასევე თბილისში. პროექტს 216-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, 212-მა კი წინააღმდეგ მისცახმა. დოკუმენტის მიხედვით საქართველოში რუსეთის და ჩინეთის სადაზვერო ქსელების შესახებ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 180 დღისა თავდაცვის მდივანმა ეროვნული დაზვერვის დირექტორთან და სახელმწიფო მდივანთან კოორდინაციით კონგრესის კომიტეტებს უნდა წარუდგინოს საიდუმლო ანგარიში, რომელიც მომზადებული იქნება სადაზვერვო წყაროებისა და მეთოდების დაცვის მოთხოვნების შესაბამისად. ასევე შეისწავლიან საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო სტრუქტურებს. შეფასდება საქართველოში რუსეთის და ჩინეთის გავლენის და თანამშრომლობის შესაძლო გადაკვეთის ფორმები. კანონის ძალაში შესასვლელად მას სენატმაც უნდა დაუჭიროს მხარი, ამის შემდეგ კი უკვე დოკუმენტი ხელმოსაწერად გადაეგზავნება პრეზიდენტს. როგორც რეგიონის ქვეყნების უსაფრთხოება, ასევე სატრანსპორტო ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება და კავშირებადობა დასავლურ სამყაროსთან არის ერთ-ერთი მთავარი ინტერესი დღეს როგორც შეერთებული შტატების, ასევე სხვა დასავლური სახელმწიფოების. ამიტომ ირაკლი კობახიძეს აინტერესებს ეს საკითხი თუ არ აინტერესებს, ეს არის გლობალური ეკონომიკა, ეს არის გლობალური პოლიტიკა და საქართველო არ არის ქვეყანა, რომელიც შეიძლება გარიყულად და გამიჯნულად იყოს მთლიან გლობალური პროცესებისგან. მსგავსი ფაქტებით, რეზოლუციებით, გადაწყვეტილებებით, სანქციებით, ერთ-ერთ რამეს ვიგებს და ერთ-ერთ რაღაცას იგებს საქართველოს მოქალაქეები. ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკური კურსი ყველაზე კარგად იკვეთება აი ესეთი ფაქტების დროს. როცა ამერიკაზე ევროკავშირის ორივე ველაპარაკება იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში რუსეთის ინტერესები მოძლიერებულია და ხშირ შემთხვევაში ფაქტები შეიძლება არსებობდეს, რომ რუსეთი სანქციების ავლიც საქართველოს იყენებს საკუთარი ქვეყნის ინტერესებისთვის. ეს სხვას არაფერს არ გამოხატავს, გარდა იმისა, რომ ქართულ ოცნებას საგარეო კურსი საერთოდ სხვა მიმართულებით აქვს. ჩინეთთან კავშირში, როდესაც ჩვენ გვსაყვედურობდნენ არა მხოლოდ ჯო ვილსონი, არამედ ბრიუსელი, შემდეგ ვიხილეთ, როგორ იდგნენ რიგში ევროკავშირის წამყვანი ქვეყნის ლიდერები ბატონ სი ძინპინთან შესახვედრად, რომ ჯო ვილსონს აქვს მიღებული ინსტრუქცია იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტულად ჩინეთი, ირანი და რუსეთი, ანუ რუსეთიზაცია, ჩინეთიზაცია და ირანიზაცია უნდა მიმდინარეობს საქართველოს პარალელურ რეჟიმში და ეს ყველაფერი ჯო ვილსონმა უნდა, ასე ვთქვათ, ამ ყველაფრის ტირაჟირება უნდა მოახდინოს, რომ ჩვეულებრივი სისულელე, რა თქმა უნდა, არავის არ აინტერესებს, ანუ ჩვენ ნამდვილად არ გვაინტერესებს, ამერიკის შეერთებულ შტატებში არავის არ აინტერესებს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან, როდესაც ბრუნდებოდა თავის ქვეყანაში, თავისივე დელეგაციის ხელმძღვანელი არ უშვებდა თვითმფრინავში, იმდენად სამარცხვინო პიროვნება, ანუ დასკვნა საზოგადოებამ გამოიტანოს. საკანონმდებლო დონეზე ჯო ვილსონის ადამიანის, რომელიც პრაქტიკულად რადიკალიზმის ლობის წარმოადგენს საქართველოში და ქმნის სრულად არაჯანსაღ, არასწორ, არაობიექტურ, აბსოლუტურად ნულოვანი ნდობის ზღვარზე და დაფუძნებული რაღაცა ფსევდო გარემოებებს და ამით ცდილობს თავდაესხას ჩვენს ქვეყანას. აქაც გგონია, რომ საბოლოო ჯამში საღი აზრი ბუნებრივია გაიმარჯვებს და ახლა ის აბსოლუტურად ცრუ მოტივი და ნარატივი, რომელიც ჯო ვილსონს არაპირველად არამედ ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში მუდმივად აქვს ქართული ხალხის წინააღმდეგ, ცხადია ვერ გაიმარჯვებს.